ბუნების კანონზომიერება აღდგა. საქართველოს კვლავ ორი მოქმედი ჩემპიონი ყავს UFC-ში. სუბუქიწონის პირველი გამოწვევაც უკვე გადალახულია. ამ ვიდეოში შევეცდები თავი მოვუყარო იმ პოტენციურ მეტოქეებს, რომლებიც ახლა ამწამს ილიასთან ქამარზე ჩხუბისთვის დგანან რიგში. მანამდე გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. გავიხსენოთ რა მოხდა ბრძოლის შემდეგ. ილიას კორონაციიდან მალევე ოპერატორების ყურადღება სამმა მებრძოლმა მიიპყრო. პედი პიმბლეტი, ჯასტინ გეიჯი და არმან ცარუკიანი. როგორ აღმოჩნდა ოქტაგონზე ჩხუბის შემდეგ ილია თოფურიასთან პედი პიმბლეტი. Here we go. Look at me. That was a heavy knockout. I give you that respect. But you will never knock me out. I'm going to submit you. Knock me You out. live. What I'm going to do is you can't I'm going to put my balls in No, your you forehead. can't knock me. You Yeah. get knocked out. You get knocked out. I finish you. და უნდა გამოცხადებულიყო თუ არა ბრძოლის შემდეგ ილიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება ოფიციალურად. ვიდრე დენა ვაითის პრესკონფერენცია დაიწყებოდა, ყველას გვეგონა რომ ვინაიდან პედი პიმბლეტი ავიდა ოქტაგონზე და შევიდა ილიასთან პირისპირ, ესე იგი ეს თითქმის 99%-ით იყო გადაწყვეტილი, რომ სწორედ პედis ერგებოდა ქამარზე ჩხუბის საშუალება, თუმცა დენა ვაითის პრესკონფერენციის შემდეგ გაირკვა, რომ ეს სულაც არ იყო დაგეგმილი, ანუ პედis ილიასთან ასვლა და ეს სცენარიდან საერთოდ ამოვარდნილი იყო. მით უფრო დენა ვაითმა თქვა, რომ ის რომ ყოფილიყო დარბაზში, იმ მომენტში ამას არ დაუშვებდა და ვინ ჯანდაბამ გააკეთა ეს, მან ჯერ კიდევ არ იცის. ეს საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. მე ამ დროს ჩემს ოთახში ვიყავი, თორემ ამ ფაქტს არც კი დაუშვებდი. არ ვიცი იქნება თუ არა შემდეგი. ამაღამ ეგეთ რაღაცაზე არ ვფიქრობ. ნახოთ როგორ დაალაგდება სიტუაცია. დენა ვაითს ასევე ვკითხეს ჯასტინ გეიჯის შესახებ, იქნება თუ არა გეიჯი შემდეგი ილიასთან, ვინაიდან გვახსოვს რამდენიმე თვის წინ გეიჯიმ ესეთი რაღაც თქვა. მან განაცხადა, რომ თუ ქამარზე ბრძოლის საშუალებას არ მისცემდნენ, ის სპორტიდან წასვლის შესახებ იფიქრებდა. ამაზეც გააკეთა პრესკონფერენციაზე დენა ვაითმა კომენტარი. საქმე ისაა, რომ თუ სპორტიდან წასვლაზე ფიქრობ, ესე იგი უმჯობესია ეს გააკეთო. ჩვენ გვიყვარს გეიჯი და არაჩვეულებრივი მებრძოლია, მაგრამ ულტიმატუმის წაყენება ცოტა არასერიოზული და სასაცილო მგონია. არადა ვიცით რომ დენა ვაითს დიდად არ უყვარს, როდესაც ულტიმატუმების ენით ესაუბრებიან. ნუ თუ ეს მებრძოლი ჯონ ჯონსი არ არის, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ არმან ცარუკიანი იყო ის მებრძოლი, რომელიც ამ ჩხუბს აზღვევდა, დენა ვაითი მაინც დიდად არ არის კარგად განწყობილი იმ საკითხის მიმართ, რომ სწორედ არმანი იყოს ილიასთან ჩხუბში შემდეგი, ვინაიდან კარგად ვიცით, რომ ისლამის წინააღმდეგ იყო არმანის ჩხუბი ჩანიშნული და სულ ბოლო წამს ჩაეხსნა ის და როგორც ირკვევა, შეიქმნა წონის პრობლემები და ამის გამო ორგანიზაციაში მასზე ძალიან არიან გაბრაზებულები. მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა ეჩხუბა ტიტულზე, მაგრამ მან წონა ვერ ჩააბარა. ამაზე უფრო მეტად საქმეს ვერ გააფუჭებდი. ახლა კი დააფიქსირა წონა და ცხადია სწორი მიმართულებით მიდის. ნახოთ რა იქნება. მოვისმინეთ სამი ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება უშუალოდ UFC-ის პრეზიდენტისგან. თუმცა ფაქტია, რომ მსუბუქი წონა ახლა გარკვეულწილად არის ჩიხში შესული, ყოველ შემთხვევაში კონტენდერების კუთხით მაინც. მოდი გადავხედოთ ახლა ამ სამი ილიას პოტენციური მეტოქის წარსულს, ყოველ შემთხვევაში ახლო წარსულს მაინც და დასკვნა ერთად გამოვიტანოთ, ვინ უფრო იმსახურებს და ვინ საერთოდ არ იმსახურებს. პედი პიმბლეტი უკანასკნელ ბრძოლაში დააფინიშა მაიკლ ჩენდლერი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის მე-11 იყო რენკინგში მსუბუქი წონის დივიზიონში. არის თუ არა ჩენდლერთან გამარჯვება ქამარზე ბრძოლის საწინდარი? კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დავაყენოთ ეს საკითხი, თუმცა ჩარლზ ოლივეირა სწორედ მაიკლ ჩენდლერთან გამარჯვების შემდეგ გაუშვეს ილიასთან, თუმცა ჩარლზის რეზიუმე და პედის რეზიუმე ერთმანეთს არ შეედრება, ამიტომ აქტუალობის ნიშანი ვერ დაისმევა. არმან ცარუკიანი გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო ჩარლზ ოლივეირას, თუმცა ბოლო წამს ჩაეხსნა ისლამთან ბრძოლას. ანუ ოლივეირასთან ჩხუბის შემდეგ მას გარანტირებულად ჰქონდა ქამარზე ბრძოლის საშუალება, თუმცა წონა ვერ ჩააბარა, როგორც ირკვევა და ეს ორგანიზაციაში არ აღიქვეს როგორც პროფესიონალური საქციელი, ამიტომაც გამოუწერეს განაჩენი, რომ მას ჯერ კიდევ ერთი ჩხუბის ჩატარება უწევს, ვიდრე ქამართან მიუშვებენ. ანუ ამ ეტაპზე ფაქტობრივად ყველაზე მეტად ვინმე თუ გამოირიცხა, ეს არის არმან ცარუკიანი. და ჯასტინ გეიჯი, ნამდვილი ვეტერანი, ლეგენდა ამ სპორტის, რომელსაც ამ უკანასკნელ ორ მებრძოლთან შედარებით უფრო მეტად ეთქმის, სიტყვა უფრო მეტად აქვს მის ნათქვამს წონა და შეიძლება იყოს იგი შემდეგი, თუმცა რაფაელ ფიზიევი იყო ის მებრძოლი, რომელიც მან ბოლოს დაამარცხა, მით უფრო რომ ჯასტინ გეიჯის ორჯერ უკვე ჰქონდა ტიტულზე ჩხუბის საშუალება 2020-ში ხაბიბთან და 2022-ში ოლივეირას. ორივე შემთხვევაში დაიძინა. მანამდე ვიდრე გავაგრძელეთ, კიდევ ერთხელ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და აქვე მადლობა მინდა უთხრა
არხის პარტნიორ და ვიდეოს წარმოდგენ სარეკლამო კომპანია Storylines. აღმოჩენე. გადაიღე. დავიგმე. გააცოცხლე. შენი იდეები. Storyline. ერთი მხრივ ყველაზე მომგებიანი მარკეტინგული თვალსაზრისით და სანახაობრიობითაც არის ილიასა და პედის დაპირისპირება მით უფრო ესპანეთში და სანტიაგო ბერნაბეუზე, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე მომენტები, როდესაც ორ მებრძოლს ერთმანეთი გულწრფელად ეზიზღებათ და ამას ღიად ამბობენ. მაგრამ რეალური ზიზღი ერთმანეთში მე მგონი დანიელ კორმიეს და ჯონ ჯონს ჰქონდათ. მაგრამ რაღაც მაინც მიგონიშნებს, რომ პედის ჯერ კიდევ აკლია ილიამდე ერთი ჭუბი, ეს თავად ილიამაც არაერთხელ თქვა და ორგანიზაციაშიც დარწმუნებულები არიან, რომ ჯერ პედი არ არის იმ დამსახურების მქონე მებრძოლი, რომ განცხადება გააკეთოს მან და კამარზე მისი სულისამებრ მიუშვან. რაც შეეხება არმანს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცალსახაა რომ ორგანიზაცია მასზე არის გაბრაზებული, მეტწილად იგი დასაჯეს კიდეც იმით, რომ მიუხედავად დამსახურებისა არ აძლევენ კამარზე ჭუბის საშუალებას, ამიტომ ეს აპრიორი ვიცით, რომ არმანს კიდევ ერთი ჭუბის ჩატარება მოუწევს, სადაც მინიმუმ წონა მაინც უნდა დააფიქსიროს. თქვენ ვის ისურვებდით ილიას წინააღმდეგ, დამიწერეთ კომენტარებში, მე პირადად სუბიექტურად ვისურვებდი, რომ ეს იყოს პედი პიმბლეტი, თუმცა ობიექტურად მგონია, რომ Justin Gage არის ის, ვინც იმსახურებს, რომ სწორედ ილიასთან ჭუბის შემდეგ გავიდეს პენსიაზე, სადაც დიდი ალბათობით კვლავ პირველ რაუნდში დაიძინებს. დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი.